მაგდა ახალციხის სავაჭრო ცენტრს არც თუ იშვიათად სტუმრობს. იგი ხილბოსტნეულის შერჩევისას ცდილობს საშუალო ზომის პროდუქტი შეიძინოს, რადგან მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მისი ჯანმრთელობა უფრო დაწყეულია. ახალგაზრდა დიასახლისი ფიქრობს, რომ პროდუქტი, რომელიც შხამქიმიკატების გამოყენებითაა მოყვანილი, შედარებით დიდი ზომისაა და შესაბამისად მასში ნიტრატების რაოდენობაც მაქსიმალურია. ყოველთვის ვცდილობ შევიძინო მცირე ზომის ხილბოსტნეული, რადგანაც მასში ნაკლებად არის შხამქიმიკატები და ნიტრატები. რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მაგას არავინ არ გეტყვის ის რითია, ნიტრატებით ასავსე თუ რაღაცა. მაგას ვერ გაიგებ თუ ანალიზი არ გააკეთე და ისე შეხედლობით რომ მომეწონება, მაშინ ყიდულობ იმას. ახალციხის სავაჭრო ცენტრი ქალაქში ერთადერთი ადგილია, სადაც ხორცი, რძის პროდუქტები და ხილბოსტნეული ერთ სივრცეშია მოქცეული. აქედან რძისა და ხორცის სექციებს სხვადასხვა განყოფილება უკავიათ. ადგილობრივი მოვაჭრეები ირწმუნებიან, რომ მათთან ნებისმიერი სახის პროდუქტი ყოველდღიურად მოწმდება. ნანა იობიძე, რომელიც ხილბოსტნეულის სექციაში მუშაობს, ამბობს, რომ შემოწმება თავდაპირველად პარტიების შემოტანისას ხდება. შემდეგ კი დახლზე გატანილ პროდუქციას ბაზრის ექიმი ლაბორანტი ამოწმებს. ხშირ შემთხვევაში გარეგნულად ათვალიერებს, ეჭვის არსებობისას კი ნიმუში გამოსაკვლევად ლაბორატორიაში მიაქვს. საქონელი მოწმდება, ჩვენ ყავს სანებით სადგური აქვე და აქვე ამოწმებენ. და რა ვიცი, ხა შედარებით სუფთა არის აქა. როგორ ამოწმებს გარეგნულად ათვალიერებს? არა, სიჯებენ, აქ ლაბორანტი ყავს. ბაზარში არსებული სიტუაცია 2013 წელსაც შევისწავლეთ. მაშინ ხილბოსტნეულის რეალიზებისას პროდუქტის შემოწმება მხოლოდ ორგანულ ლეპტიკურად, ანუ გარეგნული დათვალიერებითა და დაგემოვნებით ხდებოდა. აღნიშნულს კი ბაზრის ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორიის გამგი ახორციელებდა. ყველა პროდუქტი მოწმება ვიზუალურად, რომ ფიზიკურად ნიტრატებზე ყველა პროდუქტი ადრეკეთებოდა სინჯი, შერჩევითი თითო ვიღებთ ანალიზზე, თითო პარტიიდან. თვალის ზომით შეხედა, რომელიდან იმის ამოვარჩევ და იმას ამოწოდით ნიტრატებზე. თუ ნიტრატები მაშინ სახელმწიფო პრესკოდ იყო დაშვებული ნორმებში, თუ მეტი იყო, მაშინ ის პროდუქტი იყო გაუნებულებული იყო. შესაბამისი აღჭურვილობა და ცოდნა რომ არ არსებობდა ბაზრის ლაბორატორიებში, ამას სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გადაცემამ მრავალკუთხედშიც აღნიშნავდა. ზურაბ შეკურიშვილის თქმით, ბაზრებში თითოეული პროდუქტის შემოწმება შეუძლებელია. ამიტომ პროცესი შერჩევით ხდება. იგი იმასაც ამბობდა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით 2014 წლისთვის საქართველოში გაიხსნებოდა როგორც სურსათის, ასევე ფიტოსანიტარული და მცენარეთა დაცვის ლაბორატორიები, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიით აღვიჭურებოდნენ. რაც შეეხება ნიტრატების ლობის განსაზღვრას პროდუქტში, სააგენტოს ყოფილი უფროსის თქმით, ეს მარტივი ხელსაწყოს მეშვეობითაც შესაძლებელია. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იქნება აღებული, ლაბორატორიებიც გვექნება, გენმოდიფიცირებულსაც შევამოწმებთ, პესტიციდებსაც შევამოწმებთ, მძიმე მეტალებსაც შევამოწმებთ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა ის ბატონი რომ საუბრობდა ბაზრის წარმომადგენელი რომ ნიტრატებზე ვერ ვამოწმებთო, აი ამ ხელა ჩვეულებრივი ხელსაწყოა პორტატიული, რომელიც ამოწმებს ნიტრატსაც, რომელიც ამოწმებს რა ქვია რეაქციასაც, რომელიც ამოწმებს შაქრიანობასაც, არღის არაფერი ძვირი. მე მიმაჩნია რომ ეს ჩვენი ინსპექტორები ამით აღჭურვილები არიან, მაგრამ თუნდაც ესეთი თვითონ ბაზრის ადმინისტრაციაშიც უნდა იყოს და თვითონაც გასინჯონ. ხელსაწყო ნიტრატომეტრი ახალციხის ბაზარს არც ამ დროისთვის აქვს. სავაჭრო ცენტრში პროდუქტი დღესაც რეალიზაციამდე თავდაპირველად კვლავ შერჩევით და ორგანულ ლეპტიკურად მოწმდება. ბაზრის ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორიის გამგი განმარტავს, რომ ტონობით შემოსული პროდუქციის შემოწმება სათითაოდ ფიზიკურად ვერ მოხერხდება. გიორგი ბალიაშვილის თქმით, სხვადასხვა პარტიიდან ნიმუშები ლაბორატორიაში მიაქვს, სადაც ნიტრატების შემცველობის განსაზღვრა სპეციალური ხსნარის მეშვეობით ხდება. ეს არის ხსნარი, ნიტრატის საზომი ხსნარია, ნიტრატომეტრი. სამწუხაროდ დავასხოთ. თუ შუაგულის და გაშავდება ფერი შეიძლება ესე იგი. ესე იგი მაღალია ნიტრატების. 5 ტონა შემოტანილია, 5 ტონას ვერავინ შეუმოწმოს, ეს ფიზიკურად შეუძლებელიც არის და მაგას უნდა თვეობედა. ამიტომ თვითონ შერჩევით ხდება, რომელიც თვალში ისეთი მიზეშეწონილი მოხდება, რომ იმის გასინჯვა ხდება ნიტრატებზე, პირველ რიგში ორგანოლეპტიკა, ვიზუალური დათვალიერება, არ იყოს გაფუჭებული, არ იყოს დამპალი, ფერი შეცვლილი არ ქონდეს. და მე ხდება უკვე ნიტრატების შემოწმება. გვაქვს ჩვენ ხა ხსნარების გვაქვს და მეორე პატარა ნიტრატების საზომიც მაქვს, რომელიც დაასხავ გაჭრილი მოცულობ ნივთიერებას და ისი თავისი ფერის დამიხეთ იცვლის მოცულობა და შეფერილობა და იმის მიხედვით ჩვენ ხვდებით რომ ნიტრატების ზომა მეტია მიცემული. ნიტრატომეტრი არ გვაქვს, ჩვენ სხვა გვაქვს, მაგრამ ხა შეგვიდა დირექცია რომ მაგასაც ჩამოგვიტანს.
ჩვენ დავინტერესდით, რამდენად ხელმისაწვდომია ხელსაწყო, რომელიც პროდუქტში შესაბამისი პარამეტრების სწრაფი ტესტირების საშუალებას იძლევა და აღმოვაჩინეთ, რომ მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფასები კი ბრენდების მიხედვით 80-დან $400-მდე მერყეობს. გარდა პროდუქტების კვლევისა პრობლემას წარმოადგენს პროდუქციის რეალიზაციის პირობებიც, რაც ჩვენი არქივის 2014 წლის ზაფხულში მომზადებული სიუჟეტიდანაც ჩანს. რძის ნაწარმი ტემპერატურული ნორმების დაცვის გარეშე ღია დახლებზეა განთავსებული. როდესაც შემოდის ტერიტორიაზე ან და მაღაზია, რომელიც ცალკე გამოყოფილია ყველისთვის რძის პროდუქტებისათვის, მოწმდება ჩვენი ვეტ ექიმის მეშვეობით ლაბორატორია გვაქვს ჩვენ აქ. ყოველდღიურად მოწმდება. სიტუაცია მკვეთრად არც რძის სექციაშია შეცვლილი. აქ პროდუქტები ძირითადად ოჯახური წარმოებისაა და მიმდებარე სოფლებიდან მარაგდება. განსხვავება მაცივარია, სადაც ხაჭო, არაჟანი და რძე ინახება. მოვაჭრეები ყველისთვის სპეციალურ ხსნარს თავადვე ამზადებენ, სადაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ პროდუქტს აწყობენ. დილით საჭირო რაოდენობით კვლავ ღია დახლებზე ათავსებენ. ხსნარის გამოცვლა კვირაში ერთხელ ხდება. რაც შეეხება ტემპერატურულ ნორმებს, მოვაჭრეები ირწმუნებიან, რომ ყველის მარილწყალში შენახვის გამო ტემპერატურის კონტროლი საჭიროება აღარ წარმოადგენს. მარილწყალში ლამაზად სუფთად ყოველ კვირა ვცვლით მარილწყალს. დილით ამოვიღებთ, საღამოთი ვყრით. სულ ყველას არ ვიღებთ. იმდენს ამოვიღებთ, რამდენიც უნდა გაიყიდოს. 20-30 კილოს ამოვიღეთ, დანარჩენი გვაქვს წათხში. როცა მარილწყალი არის ნორმალური, არ უნდა ტემპერატურაზე აღარ იმარშვე, იმიტომ რომ იქ დაცულია უკვე. რა თქმა უნდა, ყველის და რძის პროდუქტები უნდა ინახებოდნენ ტემპერატურული რეჟიმის დაცვით აუცილებლად, მათ აქვთ გარკვეული შენახვის ვადა რძე, ეს არის ისეთი კვების. საპირისპირო სამტკიცებს ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის დირექტორი. ეთერ ხმალაძის თქმით, ყველა პროდუქტის რეალიზაცია სანიტარული წესებისა და ნორმების სრული დაცვით უნდა ხდებოდეს. ოჯახური წარმოების ყველის შემთხვევაშიც ტემპერატურული ნორმები 2-დან 6 გრადუს ცელსიუსამდე ბაზრებში დაცული უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა პროდუქცია სპეციალურ ხსნარში ინახება თუ არა. ცენტრის დირექტორი ფიქრობს, რომ ბაზრებში ხორცისა და რძის პროდუქტებთან ერთად რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ხილბოსტნეულიც. მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას არა მარტო საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანისას შესაბამისი ნორმების დაცვას ავალდებულებს, არამედ შიდა რეგულირებასაც. ამიტომ თავდაპირველად მდგომარეობა ადგილობრივ ბაზრებზე უნდა გამოსწორდეს. ჩვენი თაფლი ხო მიგვაჩნია, რომ ძალიან მაგარი თაფლია. მაგრამ რატომ არ გადის? იმიტომ რომ ის მკურნალობა, რასაც უტარებს ადამიანი ამ თავის ფუტკარს, ის ნორმატივები არ არის დაცული. მაგალითად, დღეს შხამქიმიკატების ნარჩენ რაოდენობას ვინ იკვლევს პროდუქტში? არ არსებობს. მე მგონი, არ ვიცი, ვერ გეტყვით. არ არსებობს. ან იგივე ნიტრატების ნარჩენი რაოდენობა ვთქვათ. ნუ კარგით, რასაც ვადუღებთ და ვხარშავთ, იმაში ნიტრატი არ იქნება. ფიზიკურად შეუძლებელია რამე ბოსტნეულის კულტურის მოყვანა შხამასალის გარეშე. აი, სად ვიღებთ იმ რეკომენდაციებს, რომელთაც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ შხამასალებით. ნებისმიერი თუნდაც ჩვენი ოჯახისათვის საჭირო პროდუქციის მიღება, დამუშავება და შემდეგ ისეთად ჩაბუყალიბება, რომ ის არ იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის მაღალი. ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის დირექტორი ბაზრებში სურსათის რეალიზაციასა და შენახვის პირობებთან დაკავშირებით მდგომარეობის გამოსწორებას სპეციფიკური კონტროლის ამოქმედებაში ხედავს. ეთერ ხმალაძის თქმით, სავაჭრო ობიექტების სიმრავლიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო საბუძვლიან კონტროლს ფიზიკურად ვერ ახერხებს. ამიტომ იგი გამოსავალს ვეტერინარული, ფიტოსანიტარული თუ სანიტარულ-ჰიგიენური კონტროლის მიზნით ცალ-ცალკე სამსახურების ჩამოყალიბებაში ხედავს. ამასთანავე მისი აზრით, ფერმერებს, რომლებიც პროდუქტის რეალიზებას ახდენენ, შესაბამისი ტრენინგ სემინარები უნდა ჩაუტარდეთ. ფერმერებმა პირველ რიგში მოსავლის მოვლის პერიოდში შხამქიმიკატების სწორად გამოყენება უნდა ისწავლონ. ამგვარად ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პროდუქტს მივიღებთ და ქართული პროდუქცია ევროპული ბაზრების მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.